დაპირებული ჟელიბონების რეცეპტით დაგიბრუნდით, რომლის მომზადება სახშიც ძალიან მარტივია და ბევრად ჯანსაღი. დაგჭირდებათ ჟელატინის ფხვნილი, რომელიც ჯობია საკონდიტრო მაღაზიაში იყიდოთ, შაქარი და ნებისმიერი ხილის წვენი. მე ამ შემთხვევაში მანდარინის გამოვიყენ. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად გადაურეთ და გააჩერეთ 15 წუთის მერე ჟელატინი გაფუვდება და გადაიღეთ ჭურჭელში, რომ შეათბოთ. აუცილებელია არ აადუღოთ, უბრალოდ ჟელატინი უნდა გადნეს. მოათავსეთ სასურველ ფორმებში. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დიდი ზომის, ასევე პატარა ზომის. საკონდიტრო ჟელატინის ფხვნილით მომზადებული ჟელიბონი გამოდის ყოველთვის უფრო მყარი და გემრიელი. ინგრედიენტების ზუსტ რაოდენობას კომენტარებში დაგიტოვოთ. ფორმები გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში 2-3 საათის განმავლობაში. სწორად მომზადებული ჟელიბონების ამოღება ფორმებიდან კი ძალიან მარტივია. არც გვერდებზე ეკრוב და ამოდის ერთიანი სრული ფორმები. სითხის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალგამოწურული ხილის წვენი, ასევე ნებისმიერი კამპოტი. დამატკბობლად შაქარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თაფლით, ხოლო თუ სიროფი ისედაც ტკბილია, საერთოდ არ გამოიყენოთ არც ერთი. თუ თქვენ პატარებსაც უყვართ ჟელიბონები, დამიჯერეთ ეს რეცეპტი, აუცილებლად უნდა შეინახოთ.